ყველაფერს თავის დრო აქვს ამ ცის ქვეშ. ჟამი არის სიცოცხლის და ჟამი გარდაცვალების. ჟამი არის სიყვარულის და ჟამი სიძულვილის. ჟამი ქვების როლის და ჟამი ამ ქვების შეგროვების. ეთერში ამზერა გამარჯობათ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი განსაზღვრავს ჩვენი არსებობის წესს, ჩვენი არსებობის იდეას. შეიძლება დადგეს ღერო, როდესაც თითოეულმა ნაბიჯმა შეიძლება განაპირობოს მომავალი ჩვენი ცხოვრება. ამ ნაბიჯზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ნაბიჯი ერთმა ადამიანმა უკვე გადადგა 10 წლის წინათ. იგი გახლავთ 18 წლის ანა ანთიძე და მან ამ ასაკში მოხატა ეკლესია, ერთნავიანი ბაზილიკა. დღევანდელი მთელი მზერა ეძღვნება ამ გოგონას. ეთერში მზერა. დალი, ნათლობის სახელი ანა ანთიძე დაიბადა 1963 წელს თბილისში. 1983 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. 1982-1985 წლებში მოხატა ნახშირგორის ღვთისმშობლის ეკლესია. 85-92 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და დაამთავრა გრაფიკის ფაკულტეტი. თუ იცი, მარტო ვიყავი, ეს იყო უძნელესი და ძიმე სამუშაო, მაგრამ შენ მითხარი ღმერთი იყო ჩემთან და როცა ეს სამუშაო დამთავრდა, მივხვდი, რომ როცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა, ის ტაძარი მივხვდი, რომ დამთავრდა ეს ჩემი ძიმე შრომა. ანას მდიდარი მგზნობელობითი აპარატი, ფაქიზი ემოციური ნატურა და შრომის შინაგანი მოთხოვნილება მოსდგამს, რაც მისი პროფესიული ზრდისა და ჩამოყალიბების საწინდარია. ვუსურვებ, რომ მისმა ნამუშევრებმა მაღალი ტრანსფორმაციის პირობებში შეინარჩუნა მთლიანობა, სისადავე და ფრიადი ესთეტიური ფუნქცია. ღმერთმა გზა დაულოცოს ამ რთულ საქმიანობაში. ხატვარი ბატონი ფარნაოზ ლაპიაშვილი. მე შინაგანად გრძნობდი, რომ რაღაც მინდა და დიდი უნდა გამეკეთებინა, რომელიც მაძვალებდა და არ მაჩერებდა. იშვიათია ხელოვანი, რომლის შემოქმედებითი გზა ასეთი მწვერვალის დაძლევით დაწყებული იყოს. მას ვუსურვოთ, რომ კვლავაც ასეთი სიკეთით და მშვენიერებით მოფენილ გზაზე ევლოს ქალბატონ ანა ანთიძეს. ხელოვნებაცოლია ქალბატონი ნანა კიკელიძე. სარწმუნოებით გავიზარდე ბავშვობიდან და წმინდა ბარბარეს სახე დავხატე ჩემთან ძველ სახლში.
აქედან დაიწყო ის, რომ შემთავაზეს ნახშირგორის ღვთისმშობლის ახალ აღდგენილ ეკლესიაში მოხატვა მისი. როგორც ახლა მოგახსენეთ, ეკლესია მოიხატა 1984 წელს. 10 წლის წინ დაამხეს მანძილზე შეიძლება ითქვას, რომ არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა გარდა ერთი პატარა სატელევიზიო გადაცემისა და გაზეთში გამოქვეყნებული ორი რეცენზიის გარდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმადლით და ღვთისშეწევნით გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ეხმარება პატარა გოგონას ნამდვილად საქმეში. ამ ადამიანმა გადაწყვიტა გამოსცეს წიგნი, რომელიც მოეძება მთელ მსოფლიოს. მაგრამ ეს ადამიანი ამჯობინებს დარჩეს ინკოგნიტოდ. შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილი ბიზნესმენია, ვინაიდან იჯერ მუშაობს და შემდეგ ლაპარაკობს. ამ წიგნ ალბომით ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადაიშლება და ვიმოდოვნებთ, რომ იგი მხატვრობით დაინტერესებულ ბევრ ადამიანს მოუტანს დიდ სიხარეს. რეჟისორი ბატონი გია ანთაძე. If you knew all that I knew, my poor Jerusalem, you'd see the truth, but you close your eyes. But you close your eyes. While you live, your troubles are many. Poor Jerusalem, to conquer death, you only have to die. You only have to die. ოცნებებზე საუბარი ძნელია. ბავშვობაში დიდად უცნაური ოცნებები მქონდა. ზოგჯერ ყვავილი მიდოდა ყოფილიყავი. ზოგჯერ პეპლობას ნატრობდი. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ შავი ბლის ხიდან აუში ჩახტომაზე ვოცნებობდი. My time is almost through. Little left to do. After all I've tried for 3 years, seems like 30, seems like 30. კაცობრიობის ისტორიის მთელს მანძილზე არ არსებობდა მანდილოსანი, რომელსაც შესწევდა ძალა და უნარი და ნებისყოფა, რომ მოეხატა ეკლესია. ჩვენთან ასეთი ადამიანი არის ანა ანთიძე. იგი 3 წელი მუშაობდა ეკლესიის ფრესკებზე და 18 წლის ასაკში მან დაამთავრა მოხატვა. მაგრამ როგორც ერთი ფრთოსანი ფრაზიდან ვიცით, არ არსებობს წინასწარმეტყველი დავის სამშობლოში. ეს იმდენად წმინდა და სუფთა და დიდი საქმეა, ამას ერთი ცხოვრება ჭირდება. მე თუ ღმერთი მომცემს ამის ძალას და უფლებას, ალბათ ერთ სიცოცხლეს შავდებ, იმიტომ რომ კიდე მშვენიერი ტაძარი დავტოვო. თუ ჩემი მხატვრობის გავლენით ადამიანი მოყვას შეიყვარებს, უსაკარო შეიფარებს, მოყვას თავის სახლიდან არ გააგდებს და კარგად
მიუკეთეს. მე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიშრომი. ერთხელ როცა მითხრეს, რომ შვილო, რა მოგახატინა ეს ტაძარი შიმშილში მარტოობაში 3 წლის განმავლობაში პურსა და წყალზე გადასული, მე უთხარი, ჩემნაირად შეიყვარდეთ და უკეთესად მოხატავთ. მე მიყვარს ადამიანები და მთვარბედნიერი. I think you made your point now. You even got a bit too far to get the message home. Before it gets too frightening, we ought to call a halt. So could we start again, please? Could we start again? Could we start again? Could we start again? Could we start again? საქმით ხელოვნებას სამი ენა გააჩნია: ფერის, ხაზის და მოცულობის. აქედან წარმოდგება მხატვრობის სამი ძირითადი დარგი: ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება. ანა ცდილობს იმოწყებოს ფერწერის ენაზე. მისი ფრესკები ცოცხალია და იგი ელის იმ დღეს, როდესაც ხალხი შევა ეკლესიებში, ილოცებს, იქნება ბედნიერი და დააფასებს 18 წლის გოგონას ნაშრომს. ნახავთ.